საამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. ყველას კარგ საღამოს გისურვებთ. დღევანდელი გაშლა გვექნება თქვენს ენერგიებზე, უпростად მის ენერგიებზე, რა ენერგიებში თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება და რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი თქვენსკენ. კარგი, მოდი ვნახოთ, რა ენერგიებში იმყოფებით ახლა თქვენ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა ენერგიებში ხართ თქვენ. ვერ ვიტყვი, რომ ცუდ ენერგიებში საკმაოდ კარგად გრძნობთ თავს. ვიტყოდი ამას. ცოტა ისეთი როგორი მკაცრი და ცივი შეხედულობა გაქვთ, თითქოს რაღაც ისეთი შეიძლება რაიმე ესეთი იმიჯი მოირგეთ, რომ ძალიან გამოცდილი, ძალიან ესეთი კაცრი შეხედულობით გამოირჩევით, არ ვიცი, შეიძლება შინაგანად არ ხართ ესე და ვფიქრობ, რომ არ ხართ ესეთი, მაგრამ შეიძლება გარეთ დადიხართ, ხალხი გეუბნოთ, რომ ხალხის თვალში, საზოგადოების თვალში უცხო ადამიანი რო შემოგხედავთ და სანამ გაგიცნობთ, გონი ხართ ძალიან კაცრი და ისეთი ცივი პიროვნება. მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ სხვა დახვდებათ ხოლმე სხვა პიროვნება. რაღაც ესეთი ენერგია მომდის ახლა. ამ წუთას რა ენერგიებში ხართ და თქვენ ცხოვრებაში რაღაცა ესეთი იცით თითქოს რაღაცაში გაგიმართლოთ, ამას ვიტყოდი. ემოციები, ჯერ ესე ვიტყვი, რომ ემოციების მხრივ საკმაოდ იცით როგორ ენერგიებში ხართ, მონატრების რაღაცა შეიძლება წარსულის მონატრების, არ ვიცი, რაღაც ესეთი შეიძლება კარგ მომენტებს იხსენებთ, რაღაცები გახსენდებათ, ესეთი იხსენებთ რაღაცებს, ესე შეიძლება კადრებად კარგ მომენტებს და ის მომენტები რაღაცა გენატრებათ. მაგრამ სხვა კიდე პლუს არის მომენტი თქვენს ცხოვრებაში, თითქოს რაღაცაში გიმართლებთ. შეიძლება უფრო კარიერა, ფინანსები, თუ ამ წუთას არ გაქვთ ეს მომენტი, უკვე ძალიან მალე დაგიდგებათ და ესეთ ენერგიებში იქნებით ნამდვილად, რომ რაღაცაში გაგიმართლებთ. ან შეიძლება რასაც დიდხანს ესე უცდიდით და ნატრულობდით რაღაცას, ამ რაღაცაში გაგიმართლებთ და თავს ძალიან ისეთი ფინანსურადაც მყარად და კარგად იგრძნობთ თავს და თითქოს რაღაცა სურვილები რაც გაქვთ, ესეთი ენერგია მომდის ახლა, რომ ამ გამართლების შედეგად თქვენ შეძლებთ, რომ თქვენი სურვილები აისრულოთ. ძალიან კარგი. ნამდვილად კარგ ენერგიებში ხართ. თუ ვიღაცები ამ წუთას ვერ გრძნობთ თავს ახლა ასე, მაგრამ რაღაცის მოლოდინში ხართ, რომ გამოვა არ გამოვა, იცოდეთ, რომ გამოგივათ ნამდვილად ეს საქმე, ნამდვილად გელოდებათ გამართლება იმ საქმეში, რაც გაქვთ ჩაფიქრებული. უფრო მეტად ეხება კარიერას, შეიძლება დაგაწინაურონ ახალი სამსახური, რაღაცა ესეთი წინსვლა გექნებათ ფინანსებშიც, ზოგს კარიერულად, ასეთი მხრივ გამართლება უფრო. და ემოციებს რაც შეეხება, ემოციურად უფრო იცით როგორ მომენტში ხართ, რაღაცების გახსენების, როგორც წეგან აღვნიშნე, კარგი მომენტების გახსენების და გახსენებაც არა, უფრო მონატრება, რაღაც ესეთი ცუდ ენერგიებში ნამდვილად არ იმყოფებით, საკმაოდ დადებით ენერგიებში ბრძანდებით, ვინც ახლა ამ ვიდეოს მიყურებთ. უყურებთ უბრალოდ. კარგი, ეხლა გავიგოთ, რა ენერგიებშია თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. გაიმეორეთ მისი სახელი და გვარი.
მადლობა. რა ენერგიებში იმყოფება თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება ეხლა? ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ, რა ენერგიებშია ეს პიროვნება ახლა? აი ვიტყოდ იმას, რომ შეხედეთ რაღაც აი ერთნაირი არკანები კი არ ამოსულა, მაგრამ ენერგიულად ხართ ერთნაირ ენერგიებში თქვენ და თქვენი პიროვნება და რა მხრივ? აი თქვენც ხო აღნიშნეთ უფრო კარიერულ წინსვლას ელოდებით და ან უკვე გაგიმართლათ ამ რაღაცაში, ან უკვე მალე დადგება თქვენთანაც ეს მომენტი გამართლების და ეს პიროვნებაც ძირითადად უფრო არის გადართული, აი ხა ფონს რასაც ვუყურებ, ემოციები ნაკლებად ჩანს აქ, გამორთული აქ თითქოს ემოციები და ძირითადად გადართული არის, აი კარიერისკენ, მარტოობაში იმყოფება ეს ადამიანი, შეხედეთ როგორ განდეგილია მოვიდა, მარტოობაში არის ეს პიროვნება და ვიტყოდი ასევე იმას, რომ აი ამ მარტოობაში ტყუილად კი არ არის, რაღაც აი წინ მიიწევს, ვითარდება, აი ისე კი არა, აი დეპრესიულად ან რაღაც, აი არა მე ვიცახი აი პარტნიორულ ურთიერთობებში არ იმყოფება ეს პიროვნება, ან თუ აქვს რაღაცა ისეთი მიწერ-მოწერები, ასე ვთქვათ, შეიძლება უბრალოდ ისე თუ თავისუფალი დრო აქვს დროის გასაყვანად რო იციან ხოლმე, აი ესეთი ეს ამ მხრივ შეიძლება იყოს დაკავებული. სხვა რაიმე სერიოზული მის ცხოვრებაში არ ხდება, არის მარტოობაში ამ მხრივ და გადართულია აბსოლუტურად თავის ფინანსებზე, კარიერულ წინსვლაზე, აი ესეთ სიტუაციაში, ესეთ ენერგიებშია. ასევე საკმაოდ ისეთ როგორი რაღაც არის იცი, აქ ეხლავე გეტყვით. აი რომ გითხარით, რომ რაღაც ერთნაირ ენერგიებში ხართ თქო, ხო? აი ამასთანაც რაღაც ისეთი დაბალანსებული, ჰარმონიული პერიოდია, ვფიქრობ, მაგრამ აი ესეც როგორ სიტუაციაში ეცით, აი რაღაცა არჩევანი უნდა გააკეთოს ამ პიროვნებამ. არჩევანი აქვს სწრაფი გასაკეთებელი სხვათა შორის და რაღაც ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. ეს ახლა ვერ ვიტყვი აი აქ კონკრეტულად, რომ მაინც და მაინც კარიერას ეხება თქო, თუმცა ვერც იმას ვადასტურებ, რომ აი ემოციებშია და რაღაცა ის სიყვარულს ეხება. რაღაც აქვს თავის საქმეები, რაც აქვს ჩაფიქრებული მოკლედ ამ პიროვნებას, შინაგანად საკმაოდ დაბალანსებულად და ჰარმონიულად გრძნობს ეს პიროვნება თავს, მაგრამ ფიქრობს, რომ რაღაც აქვს გასაკეთებელი აუცილებლად, რაღაცა ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. არჩევნის წინაშეა ეს პიროვნება, არჩევანი უნდა გააკეთოს აუცილებლად და ფიქრობს, რომ ეს არჩევანი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ თავზე მორგებული, იცით? აი ვერ ვიტყვი, რომ აი ცოტა ისეთი ეგოისტური შთაბეჭდება რჩება ამ პიროვნებაზე. ეხლა ყოველ შემთხვევაში ამ ენერგიებშია და აი ყოველთვის ძირითადად ფიქრობს ხოლმე იმაზე, რომ აი ეს ნაბიჯი რომ გადავდგა, მე რას მომიტანს ეს ნაბიჯი, ხო? აი პირველ რიგში ყოველთვის ფიქრობს ამას. საკმაოდ ჭკვიანი პიროვნებაა, მე ვფიქრობ. შეიძლება ისეც ჩაითვალოს, რომ ვიღაცებთან ისედაც რეზონირდეს, რომ ცოტა ასაკით იყოს პატარა ეს პიროვნება თქვენთან შედარებით, მაგრამ ან პირიქით ისეთი დიდი ან თქვენი თანატოლი, მაგრამ უფრო ისეთი ბავშვურ ენერგიებში, მაგრამ ვფიქრობ უფრო უმეტესად აქ ისეთი ენერგიები მოდის, რომ ასაკით უფრო ისეთია დიდი არ არის ყოველ შემთხვევაში, ესე ვფიქრობ. ხო, და აი ხლა არის ესეთ ენერგიებში, რომ სწრაფად უნდა გააკეთოს რაღაცა გადაწყვეტილება მიიღოს და გააკეთოს რაღაცა ნაბიჯი გადადგას. ბევრი ჯვარ ვისაუბრო, არის ასეთ ენერგიებში. თუმცა ეს შეიძლება თქვენც გიკავშირდებოდეთ, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი გაშლის სათაური ძირითადი არის რა ნაბიჯებს გადმოდგამთ თქვენსკენ.
და ამ პიროვნების ენერგიებში ამოვიდეს ზუსტად ის, რომ რაღაც უნდა იმოქმედოს და გადაწყვეტილება მიიღოს, მოკლედ. საინტერესოა, მოდი ნახოთ აბა რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ ახლა, ჯერ ვნახოთ თუ გადმოდგამს ნაბიჯებს ეს ადამიანი. საერთოდ დამიცვით და ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ ახლა, თუ გადმოდგამს ეს პიროვნება თქვენსკენ ნაბიჯებს. მეგობრებო, ჯერ იმას ვიტყვი, რომ ეს პიროვნება აბსოლუტური, რა მდგომარეობაში იცით, არ ვიცი თქვენთვის რა ურთიერთობა, როგორი ურთიერთობა გქონდათ, ხო, რამდენად გახსნილი იყო თქვენთან და რამდენად აქვს ნათქვამი, რომ შეყვარებულია თქვენზე და ისეთი უზომოდ მიჯაჭვულია თქვენზე, მაგრამ ეს პიროვნება ეხლა თქვენთან მიმართებაში არის ესეთ მდგომარეობაში. შეყვარებულია ეს პიროვნება, თქვენს მიმართ სიყვარული აქვს ნამდვილად, აქვს უდიდესი მიჯაჭვულობა თქვენს მიმართ, თქვენ მის თვალში, თუ ქალბატონები მიყურებთ, ხართ როგორი ქალბატონი იცით, ძალიან ისეთი ამაყი, თავდაჯერებული, დამოუკიდებელი, რაღაცნაირად ცეცხლოვანი. ვიღაცები შეიძლება ცეცხლის სტიქის წარმომადგენლებიც იყოთ, აქ კვერთხების დედოფლის არკანი ამოვიდა და ესეთი ქალი ხართ მის თვალში, ძალიან იზიდავთ ფიზიკურად, თქვენი ხასიათით, ყველაფრით აბსოლუტურად, ძალიან დიდი ვნება აქვს უფრო მეტად თქვენს მიმართ. კაცრავად მომიწია გაჩერება. ხო, ასეთი ქალბატონი ხართ მის თვალში და მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი მისთვის შეიძლება იმდანად უცხოა და იმდენად პირველია მისთვის ესეთი გრძნობები, ასეთი სიმძაფრით, ემოცია, ვნება, რომ აბსოლუტურ გაურკვევლობაშია ადამიანი. იმდენად ღრმა არის მისთვის ეს ყველაფერი და იმდენად ემოციურია მისთვის, ძალიან როგორ ვთქვა, ღრმად აქვს ფესვები გადგმული მასში ამ ყველაფერს, რომ უდიდეს გაურკვევლობაში ეს პიროვნება ამ თავისი გრძნობების გამო. არ იცის რა უწოდოს ამ ყველაფერს. კარგი. მე ზოგადად ის მიგვირს ხოლმე, რომ მამაკაცებს შევიათ ძირითადად ასეთი რაღაცები, ადამიანს ქონდეს ასეთი მიჯაჭვულობა, ასეთი ვნება, ცეცხლი, ემოცია, რა ვიცი, მაგრამ იყოს გაურკვევლობაში. არ იცის რა დაარქვას ამ ყველაფერს და ეს რაღაცა ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელია და რატომ ემართებათ მამაკაცებს ესეთი რამე, ძალიან მიგვირს. და როგორ შეუძლიათ თავის შეკავება? ესეთ დროს. კარგი. მოდი ვნახოთ აბა თუ გადმოდგამს ეს პიროვნება, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვენსკენ ნაბიჯებს. მეგობრებო, შეხედეთ ცოტა. როგორც წეგან აღნიშნე, უდიდესი ემოციები აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ ამ ყველაფერს ვფიქრობ, რომ არ იმჩნევს და თქვენ საერთოდ არ იცით მისი ემოციების შესახებ, იმიტომ რომ ხმლების მეფის პოზიციაში ამოვიდა, ამ პიროვნებას, რა თქმა უნდა,
ახალი დასაწყისი და შეხედეთ ეს ხმლების ტუზი აქ ძალიან ისეთია მრავლისმეტყველი და მე ვუწოდე ამ ყველაფერს რაღაცა ფიცის დადებასავით, რომ მეტი აღარ იქნება ჩვენ შორის განშორება, რაღაც ეგეთი მომენტი ხო ხდებთ. და აი ეს ყველაფერი უნდა ასევე შეხედეთ როგორი შეყვარებულების არკანი გვაქვს ჩვენ აქ საკმაოდ ისეთი ეს ახლიდან არ უნდა მეჩვენებინა YouTube-ის ფორმატისთვის საკმაოდ ისეთია იმედი არ დამიბლოკავენ ვიდეოს საკმაოდ ცეცხლი აქვს მოკიდებული ამ პიროვნებას თქვენს მიმართ მოკლედ ასევე ვიტყოდი იმას რომ ამ წუთას არის რაღაცა თავის სტაბილურობაში ეს პიროვნება. წეღან როგორც ავღნიშნე, ეხაც განდეგილი ამოვიდა, არის მარტობაში იმყოფება, ან შეიძლება მართლაც თუ ხედავთ მის გარშემო ვიღაცებს, ან სოციალურ ქსელში ვიღაცას მოწონება და ლაიქება, ასე შემდეგ რაღაცები, შეიძლება ასეთი პიროვნებები იყვნენ მის გარშემო, მაგრამ ის მაინც მარტო გრძნობს თავს. და აი უკან შეხედეთ როგორი განდეგლის არკანი გვაქვს. რაღაცა თქვენი ლანდივით დაჰყვება ამ პიროვნებას უკან, მუდმივად. უნდა რა თქმა უნდა ამ ყველაფრის დასასრული, აი რომ დასრულდეს და რაღაცა ახალი კარი გაიღოს თქვენს ურთიერთობაში, დაბალანსდეს და ჰარმონია იყოს თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ ამ წუთას როგორი სიტუაცია იცი, ორივე მიყვებით დინებას. ორივე არაფერს არ აკეთებთ და თითქოს აი თქვენს გზაზე მიდიხართ ორივე, მაგრამ თან როგორ მიდიხართ იცი, აი აქ ექვსიანების ხმლების საკმაოდ ისეთი არკანი გვაქვს ამ დასტაში, მრავლისმეტყველი. აი თქვენს გზაზე მიდიხართ, მაგრამ აი ბრძოლობთ, თან ებრძვით ერთმანეთს, აი რაღაცა ეგეთი მომენტია. მენტალურად ებრძვით ერთმანეთს, აი ეგეთი ენერგია მომდის. თან ძალიან ისეთი აი შეხედებული წარღვნა აიმე ისეთი ბრძოლა გაქვთ რა ერთმანეთში სერიოზული გაუცნობიერებელი მე ესე ვფიქრობ ძალიან გაუცნობიერებლად ებრძვით ერთმანეთს. კარგი, მოდი ვნახოთ კიდევ ერთხელ ვიკითხავ თუ გადმოდგამს ეს პიროვნება ნაბიჯებს საბოლოოდ თქვენსკენ. ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, თუ გადმოდგამს ეს პიროვნება ნაბიჯებს საბოლოოდ თქვენსკენ. ეხლა მისი გრძნობები, მისი ფიქრები ყველაფერი კი ამოგვივიდა, მაგრამ ნაბიჯებს არ მაჩვენებს. თუ გადმოდგამს ეს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება ნაბიჯებს თქვენსკენ. აი ნაბიჯებს ვკითხულობ და სულ რაღაცა სიტუაციას მაჩვენებს ეს ტარო და არ ვიცი მეგობრებო ეს პიროვნება საკმაოდ აი ამ თქვენთან სიტუაციის გამო საკმაოდ ბევრს ფიქრობს და ძალიან ცუდად არის. ასევე აი იცი ზეგანაც ხომ მავღნიშნე რომ ისა თუ არის მის გარშემო ვიღაცა ან ვიღაცები მაინც მარტო გრძნობს თავს, ხო? აი ძალიან ცდილობს ესეთი ეს მრჩება შთაბეჭდება და ტაროც ესე მაჩვენებს, რომ ისა ძალიან ცდილობს რომ გადაერთოს სხვა ურთიერთობებში, სხვა ურთიერთობაში, სხვასთან სცადოს ბედი რაღაცა. შეიძლება არის კიდეც ვიღაცა მესამე პირია მასთან, მაგრამ ეს ადამიანი აი სულიერად სარიერად გრძნობს თავს, ჩვეულებრივ დეპრესიაშია, ღამის უძილობებით და მის თავში მხოლოდ თქვენ ტრიალებთ. აი როგორ გითხრათ, სხვასთანაც რომ გქონდეს ურთიერთობა, აი თავში მაინც თქვენ უტრიალებთ. აი რაღაცა ეგეთი მომენტი აქვს და ძალიან ცუდად გრძნობს ამის გამო თავს. ნაბიჯებს ძირითადად ამიტომ არ მაჩვენებს ტარო,
რომ აი ამ წუთას არის ასეთ მდგომარეობაში, გაურკვევლობაშია, არ იცის რა გააკეთოს და ამიტომ არის ძირითადად უფრო სამსახურზე და ფინანსებზე გადართული, რომ ამაზე ფიქრები მასზე ძალიან ცუდად მოქმედებს. შეხედეთ როგორი სამართლიანობის არკანი ამოვიდა. აქაც ვთქვათ, სასწორია რა, აი ერთი უკან მეორისკენ იყურება, არ იცის საით წავიდეს პიროვნება. არ იცის რომელი იქნება სამართლიანი, რომელი იქნება მისთვის უკეთესი. აგერ ამოვიდა პენტაკლების მეფეც. ვფიქრობ, რომ ეს პიროვნება, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, თუ ზუსტად იცით, რომ მას ცოლი ყავს, რა თქმა უნდა, იცით, რომ არის მესამე პირი თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ ეს პიროვნება მაინც თქვენზე ფიქრობს, აი თავში თქვენ უტრიალებთ, მოჯაჭულია თქვენზე და წაღანაც გითხარით უკვე, როგორი ემოციები და გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. თუ არ ყავს ცოლი, არის ვიღაცა მის ცხოვრებაში, ნამდვილად ვიღაცა ქალი, მაგრამ მასთან გრძნობს თავს მარტოდ მაინც. ანუ ლანდად მაინც თქვენი არსება დაყვება, თავში მაინც თქვენ უტრიალებთ. აი ვერ ამოგიგდოთ ამ პიროვნებამ თავიდან. აი ზუსტად ესეთი მომენტია. კარგი, მოდი კი შევაწუხეთ, მე მგონი, მაგრამ მოდი ესე ვიკითხოთ ახლა. რაიმე განვითარება თუ ექნება თქვენს ურთიერთობას კიდევ. ცვივა არკანები. რაიმე განვითარება თუ ექნება თქვენს ურთიერთობას კიდევ. თქვენ და ამ პიროვნების ურთიერთობას თუ ექნება რაიმე განვითარება. არა, აი აქ ნამდვილად არის ვიღაცა თქვენს ურთიერთობაში, მესამე იცი რა, არ ვიტყვი ესე რაღაც შეიძლება იყოს მესამე ფაქტორიც ზოგადად, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ უფრო მესამე პიროვნება არის ვიღაცა თქვენს ურთიერთობაში, ოღონდ როგორი ახლა წაღანაც გითხარით, რომ თუ ვინმეს ყავს მეუღლე, ვინც ჩაიფიქრეთ ახლა ამ პიროვნებას, თუ მეუღლე ყავს, კი, მაგრამ თუ არ ყავს მეუღლე, მასთან იმის გამო დაიწყო ურთიერთობა, რომ თქვენთან აი ესეთი გრძნობები და ეს ყველაფერი დაევიწყებინეთ, თქვენ დაევიწყებინეთ რა მოკლედ. მაგრამ არ გამოსდის ამ პიროვნებას თავში, აი ჩვეულებრივად ესე ეშმაკისეულად რაღაცეთ მარტო თქვენ უტრიალებთ. ვიცი, ცოტა არ იყო შემეცოდა კიდეც საწყალი. რა განვითარება ელოდება თქვენს ურთიერთობას? აი ყოველგვარი რაღაცა მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ შეიძლება კონდეს საკმაოდ სწრაფი ნაბიჯი ამ პიროვნებას, მაგრამ აქამდე თუ იყავით ფარული ადამიანი მის ცხოვრებაში, ისევ ასე გაგრძელდება სტაბილურად, თუმცა თქვენ მის ცხოვრებაში იქნებით მაინც ესეთი ცეცხლოვანი და აი ესეთი საყვარელი ქალი, როგორც უყურებ, კიდევ კვერთხების დედოფალში ამოხვედით თქვენ, რადგან აი მესამე პირთან იმას ვერ იღებს, რაც თვითონ ჭირდება. ვერ იღებს ვერანაირად და თავს გრძნობს ძალიან როგორ იცით, აი გამოფიტულად, დაცარიელებულად, თქვენ როგორც ავსებდით ამ პიროვნებას, ის პიროვნება ამას ვერ ახერხებს, ვერ ავსებს. აი იცით როგორ არის?
დაყვება ესე, აი როგორ გითხრათ, ზომბივით, ესე, აი არ ვიცი, ხო, უბრალოდ ესე ძეგლივით უდგას გვერდით რა, აი და ეს პიროვნება თვლის, რომ ვიღაცა ყავს. მაგრამ რეალურად იმას ვერ აძლევს და იმდენად ვერ ავსებს ეს პიროვნება, როგორც თქვენ ავსებთ ამ ადამიანს. აი თქვენი გახსენებითაც კი უკვე ივსება ეს პიროვნება და ხო წარმოგიდგენიათ, აი ახლოს რო ყავდეთ როგორ კარგად იგრძნობს თავს, ხო? რაც შეეხება ურთიერთობის განვითარებას, აი ეხლა შეიძლება იყოს მართლა მისგან ესეთი სწრაფი ნაბიჯი, რაღაცა ახალი შემოთავაზებები ნამდვილად, მაგრამ როგორც წეგან აღვნიშნე, ისევ ესე ჩვეულ ფარულ მომენტში, ფარულ სიტუაციაში დარჩებით თქვენ, მეგობრებო, აი იმ ქალს თითქოს ვერ იწყვიტავს თავიდან, რაღაც აი ეგეთი მომენტი მრჩება რა, აი ეგეთი სიტუაცია მრჩება უბრალოდ. მეც ეგეთი შეგრძნება მრჩება, ვეღარ ვთქვი მოკლედ. და აი თქვენ ამ სიტუაციაში ეხლა რომ დათანხმდეთ დაუშვათ ხო აი ამ სიტუაციას და დათანხმდეთ მასთან ურთიერთობას, საკმაოდ როგორ იქნება, იცით, აი დაიტანჯებით. რა თქმა უნდა, ეხლა ამას ჩემი თქმა არ ჭირდება და არც წაროს დადასტურება, რომ ბედნიერი ვერ იქნებით აი ესეთ სამკუთხედურ ურთიერთობებში, ხო, მეგობრებო? და პლუს კიდევ ამ ადამიანისთვის აი ამ გადაწყვეტილების მიღება არის საკმაოდ დიდი თავის ტკივილი. ურჩევნია რომ თქვენც ჰყავდეთ და ისიც იყოს და თქვენ იყოთ მის ცხოვრებაში ოღონდ ესე ფარულად, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. ხვდება რომ აქვს რაღაცა დიდი გადაწყვეტილება, ესე ცხოვრებისეული მისაღები, მაგრამ აი ძალიან უჭირს. უზომოდ უჭირს ამ პიროვნებას გადაწყვეტილების მიღება და ძალიან დროში გაწელავს აი ამ ყველაფერს უზომოდ ეხა ხო ბევრს ფიქრობს და მერეც აი რომც დათანხმდეთ ამ პიროვნებას ურთიერთობაზე, მერეც უზომოდ ბევრს იფიქრებს იმაზე რა გადაწყვიტოს. ძალიან ცუდი. ადამიანს ასეთი გრძნობები და ემოციები გქონდეს თქვენს მიმართ და აი მაინც არ შეძლოს გადაწყვეტილების მიღება, საკმაოდ რთულია. რთულია ასეთ პიროვნებასთან ასეთ სამკუთხედურ სიტუაციებში ურთიერთობა და ვაღიარებ, რომ უარის თქმაც ალბათ. იმიტომ რომ ასეთი ემოციებით რომ მოდის მამაკაცი, რომელიც ალბათ თქვენს გიყვართ, საკმაოდ რთულია უარი თქვათ მასზე. კარგი, მოდი ვნახოთ თუ გვაჩვენებს ტარო, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენთან ურთიერთობაში ეს პიროვნება, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან ურთიერთობაში. ყველაზე ძალიან რაც ერთულება, მეგობრებო. საინტერესო. როგორც წეგან გითხარით, ამ პიროვნებას ექნება საკმაოდ მალე ნაბიჯები თქვენსკენ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ისე ვიტყვი იმასაც, რომ შეიძლება ეს პიროვნება ამ წუთას იმიტომ არის ცუდად, რომ ვიღაცებს შეიძლება დაბლოკილი გყავთ. და არ იცის თქვენს შესახებ არაფერი, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი არკანები ამ მივიდა, რომ შეიძლება ვიღაცებს დაბლოკილი გყავთ. მაგრამ
მეორე ვარიანტი კიდევ. ეს პიროვნება ძალიან ცუდად არის და თუ ეხლა რამეს არ მოქმედებს, იმიტომ კი არა რომ რამე არ უნდა, ძალიანაც უნდა, მაგრამ აი თავს იბლოკავს რაღაცნაირად თვითონვე, აი არ აძლევს საკუთარ თავს საშუალებას, რომ გამოვიდეს კონტაქტზე თქვენთან, მაგრამ ძალიან მალე აი დაიძრება, რასაც ქვია, იფიქრებს, რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს და თითქოს აი გადაწონის, აი რაღაცნაირად სასწორი უყურეთ, როგორ უჭირავს ეს სასწორი და რაღაცნაირად თქვენსკენ გადმოწონის მისი გული ალბათ უფრო მეტად და მოვა ძალიან დიდი შანსით, მეგობრებო. აი იცით როგორ შანსს შემოგთავაზებთ, რომ აი შეიძლება აგეტიროთ კიდეც აი რაღაცნაირად, რომ ამისგან როგორ არ ელოდებოდით აი ესეთ შემოთავაზებას რაღაცნაირად, რადგან და გეტყვით, რომ ისე ანუ აღიარებს თქვენთან როგორი ხართ და ვინ ხართ მისთვის, რას წარმოადგენთ მისთვის. საკმაოდ ემოციებით მოვა, მეგობრებო, აი შეიძლება აქამდე მისგან ესეთი ემოციები არ მიგიღიათ და აი ძალიან დიდი ემოციებით მოვა და აი შემოგფიცებთ ზუსტად. არკანებიც ესე მელაპარაკებიან ზუსტად აი ხურეთ. მე ხო ამას ფიცის არკანი დავარქვი. მომიწია კიდევ ერთხელ გაჩერება უკაცრავად, მეგობრებო. ხო და ამას ხო დავარქვი ესეთ ფიცის არკანი და აი ესე შემოგფიცებთ. შეიძლება ისა სისხლიც დაღვაროს. ძალიან გამწარებული მოდის ეს პიროვნება ვიტყოდი. სტაბილურობას შეგვირდებათ. მაგრამ ცოტა ისეთი ტიპი არის, აი манипуляტორი. манипуляტორი ტიპი. და ცოტა აი ერიდეთ მის манипуляციებს არ აკვეთ, მეგობრებო, ხო? აი რაღაცა ვფიქრობ, რომ გააქვთ მასთან ურთიერთობის გამოცდილება უკვე და ხვდებით რა ტიპიც არის. ტყუილად აი ტყუილებს კი არ გეტყვით, მართლაც გრძნობს ამ ყველაფერს, მაგრამ დაჟე შეიძლება იმაზე იმდენი არ გითხრათ, რამდენსაც გრძნობს ეს პიროვნება, აი ხო ხვდებით? გეტყვით, რომ თქვენ ახართ მისთვის მთავარი ქალი და თქვენ ყველაფერი, მაგრამ იცოდეთ, რომ აი მაგ საკითხში საკმაოდ დიდი გაურკვევლობა აქვს. და ბოლომდე არ აქვს რაღაცა გადაჭრილი. და კიდევ რაღაცა ისეთ ტყუილების მოწმე რომ არ გახდეთ მისგან რაღაცნაირად უნდა შეძლოთ და ამოიცნოთ ეს პიროვნება და მისი ქმედებები. ანუ თავი არ მოატყუებინოთ, მეგობრებო, რომ იცოდეთ, ვინც ხართ აი ამ ვისიც რეზონირდება, მოკლედ ეს გაშლა და მიხვდებოდით ხო, ალბათ გეცოდინებათ ახლა ყავს, არ ყავს, რა სიტუაცია გაქვთ ხო, მოკლედ. თავი არ მოატყუებინოთ, მეგობრებო. სხვა რაც შეეხება მის გრძნობებს, ტყუილი არაფერში არ იქნება, მაგრამ აი იმაში, რომ მისთვის მხოლოდ თქვენ ხართ და სხვა არავინ, ხო, აი ცოტა შეიძლება თვითონაც გაურკვევლობაშია მაგ მხრივ. ვერ ვიტყვი, რომ აი თქვენზე მეტი რაიმე გრძნობა აქვს იმ პიროვნების მიმართ მეთქი, იმიტომ რომ გითხარით წეღანაც ხომ, აი ის პიროვნება ისეთია, თითქოს აი თითქოს ვერ მოიცილა, აი რაღაცნაირად ესე გადაკიდებული, ჩამოკონწილებული დაყვება, აი არ ვიცი. ვიღაცასთან მეუღლეა, ვიღაცასთან უბრალოდ ისე მეგობარი, girlfriend-ი. ხო, შეიძლება ეს, არ ვიცი, ვისთან როგორ რეზონირდება, მაგრამ ეს პიროვნება ყავს ესე ბოძივით, რაღაცნაირად გვერდით, მეგობრებო, აი ვერ მოიწყვიტა რა ჩვეულებრივად. და ეს ყველაფერი ამდენი გრძნობები და ემოციები რჩება გვერდით, ვერ ხარჯავს ვერსად. ერთადერთ პიროვნება ხართ, ვისთანაც განიცდის აი ამ გრძნობებს. ვის მიმართაც აქვს ეს ყველაფერი და მაგ მხრივ მართლაც ერთადერთი ხართ მისთვის. მაგრამ რომ არსებობს ვიღაცა მის ცხოვრებაში, აი ამ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს ბოლომდე მიღებული, თორემ მოსვლით მოვა ნამდვილად. გადმოდგამს ნაბიჯებს, ექნება ნამდვილად ნაბიჯები, იმიტომ რომ ვეღარ იკავებს თავს ისეთ დღეშია ეს პიროვნება, ეს საწყალი მეთქი უნდა მეთქვა, მაგრამ
აღარ ვთქვი, მაგრამ მაინც გამომივიდა რომ ვაღიარე და ვთქვი. მაგრამ აი ufრთხილდით რა. აი ზუსტად ეს სიტყვა ახლა წამომცდასავით უნდა ufრთხილდეთ ამ პიროვნებას, იმიტომ რომ საკმაოდ დიდად მაცდურია თქვენთვის და შეიძლება დიდი ტკივილის მომტანიც იყოს. ასე რომ კარგი, მოდი ვიკითხოთ რჩევა ტაროსგან თქვენთვის აი ამ სიტუაციაში, ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. რჩევა თქვენთვის ტაროსგან. ამ პიროვნებასთან ურთიერთობაში რას ურჩევთ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს მათ. მეგობრები, აი ეხა ასე მგონია წინასწარ ვილაპარაკე და ეხა მიჩვენეთ არა. ვიღაცებს, ახლა ჯერ იმას ვიტყვი, რომ ვიღაცებს თქვენ ახლა ვინც აი ამ ვიდეოს უყურებთ, საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვთ. პიროვნებებში გყავთ ვიღაცები გარშემო, ვინც შეიძლება მასზე მეტად დასაფასებელია, ვიდრე ის, ვისაც ელოდებით. და არჩევანზე შეიძლება გქონდეთ საქმე, რომ როდესაც ეს პიროვნება გამოჩნდება, შეიძლება ვიღაცა არის თქვენს გარშემო, ან ვიღაცები, ვისაც მოწონხართ, უყვარხართ, უფრო მეტად გაფასებენ, უფრო მეტ დროს გითმობენ, უფრო მართლაც მარტო თქვენ ხართ მათ ცხოვრებაში და სხვა ესე სამკუთხედურ სიტუაციებში არ მოგახვედრებენ, ხო? არიან ვიღაცები თქვენ ცხოვრებაში, გაქვთ არჩევანი საკმაოდ და ტაროს რჩევა რა არის? დაინახე შენი ცხოვრება, რეალური ცხოვრება, რომელიც უფრო ბედნიერია მარტოობაში, უბრალოდ უფრო ბედნიერი ხარ შენს ცხოვრებაში ამ პიროვნების გარეშე, ვიდრე ამ პიროვნებასთან ერთად. ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებთ და ვინცაც რეზონირდა ეს გაშლა, მეგობრებო, რჩება არის ტაროსგან ის, რომ არ ჩააქროთ თქვენი მზე, რადგან ეს პიროვნება, როგორც წეგან მეკითხარით, ამ პიროვნებას ძალიან გაუჭირდება გადაწყვეტილებების მიღება. რაიმე სერიოზულისკენ. ძალიან გაუჭირდება და დროში გაწელავს იმას, რომ თუ ფარული ქალი ხართ, თქვენ გამოგაჩინოთ და ყველას გააცნოს თქვენი თავი. ეს პიროვნება ძალიან ბევრს მოგატყუებთ კიდევ, მეგობრებო. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ აი არ უყვარხართ, არ აქვს თქვენს მიმართ გრძნობები, არა, იმიტომ რომ ესეთ სიტუაციაში სხვა გზა არ ექნება და მოგატყუებთ და თქვენ ამის გამო ძალიან ბევრჯერ გადგენთ გულს. რჩება ის არის ტაროსგან, რომ თქვენ დაინახოთ თქვენი მზე. უყურეთ, როგორ ამოხვედით, ეს თქვენ ხართ და ეს ის პიროვნება, რომელიც არის პენტაკლების რაინდი, რომელიც არის უზომოდ ნელი პიროვნება ურთიერთობებში. და რჩება ტაროსგან არის ეს, რომ შეექციეთ ზურგი ამ პიროვნებას. ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა. რომ თქვენთან ურთიერთობა იყოს სერიოზული და არა რაღაცა ფარული მესამე პირების თანხლებით. თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თქვენ შეაქციეთ ზურგი ამ პიროვნებას და წადით თქვენი გზით, სადაც უყურეთ წინ რა გელოდებათ, მეგობრებო. ბედნიერება, ჰარმონია, სიმშვიდე და სილაღე და მასთან რა გელოდებათ, აბა უყურეთ. თუ ეს პიროვნება არ მიიღებს, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას, შეხედეთ. მასთან ბნელი ღამეები, ბნელი გათენებული ღამეები და ტყუილები და გულის ტკენები. ეს არის ხმლების სამიანი, მეგობრებო. ყოველთვის ასე გადგენთ გულს ეს პიროვნება თავისი ტყუილებით. აი ეს არის რჩევა ტაროსგან. მე დაგემშვიდობებით, საკმაოდ ისეთი ისტორია გამოგვივიდა, სერიოზული.
ვფიქრობ, რომ ყველაზე არ რეზონირდება და არის იქნებიან ადამიანები, ქალბატონები, ვისაც კონკრეტულად იქნება პასუხი, დაიჭირეთ თქვენი ინფორმაცია ყველა, რაღაცა ილუზიებში არ წახვიდეთ მეგობრებო, თუ თქვენზე არ არის ეს ინფორმაცია და არ იცით ზუსტად რომ იმ პიროვნებაზე ვსაუბრობ, ვინც თქვენია და ვისაც ფიქრობთ, არ წარმოიდგინოთ რაღაცები და არ შექმნათ რაღაცა დიდი ეჭვები და ილუზიები, მოკლედ. დაგემშვიდობებით ახლა დროებით.